არა, просто მეცვის ყველაფერი. ანუ დავხვდნენ ახლა ლიფტში, სანამ გამოვიდოდით, აი ეს ხდება რა. ნუცა მახარაძეს და მის ორ მეგობარს 5 მაისის ღამეს ლიფტთან მათთვის უცნობმა ადამიანმა ბრილიანტის მწვანე და წიწაკის სპრეის სახეში დამიზნებით შეასხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აქტივისტები რუსთაველის გამზირიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ნუცა და მისი მეგობრები პირველები აღმოჩნდნენ, რომლებსაც რეჟიმი წმინდად რუსული მეთოდით საღებავის შესხმით გაუსწორდა. ამიერიდან ქალაქში ბიტიან ტიტუშკებთან ერთად უნდა ველოდოთ კაცებს მწვანე საღებავით. შევედით ლიფტში, ავსულიყავით სახლში და ლიფტთან დაგვხვდა ეს თავდასხმელი, ჩასაფრებული. მე როგორც აღმოჩნდა, ბევრი საათი გველოდებოდა და ისე რომ ჩვენ ვერც მოვახერხეთ ლიფტის კარის გაღება, ძველი ლიფტია ჩემს სახლში და ესეთ ამოჭრილი აქვს კარს და იმ ღიობში შემოყვეს წიწაკის სპრეით და შეკვასხა მთლიანად სავარაუდოდ და შემდეგ ბრილიანტის მწვანე ეგრეთ წოდებული ზილონკა და გაიქცა. დაზარალებულებს პოლიტიკური პოლიციის იმედი არ ჰქონიათ. შესაბამისად არც გამოიძახეს. თუმცა შემთხვევის ადგილზე პოლიცია მაინც მივიდა. მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მათ შეტყობინება გადასცა. მათ ადგილზე ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. მხოლოდ ნივთმტკიცებას, ბოთლს, რაშიც ბრილიანტის მწვანე ესხა უყარაულეს. სითხემ, რომელიც კანზე ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება და წიწაკის სპრეიმ სხვერპლებს დაზიანებები მიაყენა. დილიდან ხართ აქ ანუ გუშინ და ისე წესით ხომ უნდა იყოს ნივთმტკიცება ჩატანილი ამ დროისთვის მაინც. პოლიციაში არ დავრეკე, იმიტომ რომ სანდოობამ არ ვენდობი მათ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი რომ მათგან მოდის ის დავალება, რაც შემდეგ იმ ვიღაც შემსრულებელმა შეასრულა. დავალების გამცემები არიან თავად ეს ეგრეთ წოდებული ძალოვანი სტრუქტურები და ცხადი ახლა ამ ადამიანებისგან რაღაც ობიექტურ გამოძიებას და შედეგს ჩემს სასარგებლოდ და დაზარალებულების სასარგებლოდ არ ველოდები. გამოძიება დაწყებულია, მაგრამ დამნაშავის პოვნისა და დასჯის იმედი დაზარალებულებს არ აქვთ, რადგან თაროზე შემოდებული სხვა უამრავი საქმე თავად გვეუბნება, რომ ტიტუშკები პოლიციის მფარველობით სარგებლობენ. არ ვენდობი მათ და აზრს ვერ ხედავ, რატომ უნდა ვითანამშრომლო მათთან და ამ პირიქით პროტესტის ნიშნად რომ მოვიდნენ, მაშინაც მე ფაქტობრივად კომუნიკაციაში დიდად არ შევსულ ვარ. პუტინის რუსეთში აქტივისტებისთვის და პოლიტიკოსებისთვის ბრილიანტის მწვანის სახეში შესხმის მრავალწლიანი ტრადიცია არსებობს და არავის გაუკვირდება, რომ ივანიშვილის გუნდმა მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთ რუსულ მეთოდს მიმართა. 2017 წელს მოსკოვში იგივე მეთოდებით თავს დაესხნენ პუტინის პოლიტიკურ ოპონენტს ალექსეი ნავალნის, რომელიც საბოლოოდ მაინც მოკლეს. 2023 წელს ჩეჩნეთში თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბრილიანტის მწვანე შეასხეს ნოვაია გაზეთის ჟურნალისტ ელენა მილანიშას. იქაც და აქაც მიზანი ერთია, შიშის დათესვა და კრიტიკული აზრის გაქრობა. გასულ გაზაფხულს ივანიშვილის გუნდმა პირობის დარღვევისა და რუსული კანონის ხელმეორედ მიღების შემდეგ ტიტუშკებისგან დაკომპლექტებული სადამსჯელო რაზმები ჩამოაყალიბა, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ყველას, ვინც კი პროტესტში არის ჩართული. არის ნიკო მანაგაძე, რამდენი წლის ხარ ნიკო? დაურეკეს იმ წუთში 112-ს ველოდებით პოლიციას, გასულია 8-10 წუთი, ჯერჯერობით არც პოლიციაა მოსული და სამოქალაქო აქტივისტს და სტუდენტს ნიკო მანაგაძეს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის უნივერსიტეტიდან გამოვიდა. შემთხვევა დღისით ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, სადაც უამრავი კამერაა. მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებშიც კარგად ჩანან დამნაშავეები, მაგრამ ცხადია, ისინი არ გამოუვლენიათ. მაშინ მქონდა საკმაოდ მძიმე ტვინის შერყევა, დაზიანებები თავზე, ასევე ყური მქონდა გაჭრილი რაღაც ბასრის აგნით და შემდგომ გამიკერეს და სხეულის სხვადასხვა არეში ხელზე, მათ შორის იტავზე და ასე შემდეგ. უნდა ყოფილიყო რაღაცა საჩვენებელი დემონსტრაციული დასჯა სამაგალითო ყველასთვის, ვინც შეეცდებოდა
იმავე ფორმით დაპირისპირებოდა რეჟიმს და აემახლებინა ხმად. პროტესტის დაწყების შემდეგ თითქმის ყოველ ღამეს ახალი ნაცემი პოლიტიკოსის და აქტივისტის შესახებ ვიგებდით. ბორის ჩელეყურუას რამდენიმე ადამიანი საცხოვრებელ სახლთან დახვდა, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ შემთხვევაშიც გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. მოსაკლავად არ მოდიოდნენ, მთავარი დავალება, რასაც მივხვდი ეს იყო, რომ ჩვენ უნდა ვიცემეთ, სამაგალითოდ უნდა დავესაჯეთ და ხალხს უნდა დაენახა, რომ ვიღაცებს მეტნაკლებად ცნობილ პირებს თუ ხვდებიან და ამას უკეთებენ, თქვენ ხო საერთოდ დაუცველები ხართ, რომ იცოდნენ ახლა რაღაცა ერთი სახლთან დახვედით, ან თუნდაც ორით ადამიანს ვერ გააჩერებდა რაღაცა ხელს ვერ ააღებინებ იმ საქმეზე, რომელიც დაწყებული აქვს. ეს არის ყველანაირად ჩვენს შესაშინებლად გათვლილი, ეს იყო საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის. აქ მთავარი არის ბრძანების გამცემი და ის ადამიანი, ვისაც ამის პოლიტიკური ნება ქონდა, ის კი არა, ვინც ეს ფიზიკურად შეასრულებდნენ. ეგ ხალხს საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არის. მე ვიცი, რომ ამაზე წამსვლელი ადამიანები არსებობენ და ის ყოველთვის მოძებნიან. ისინი თუ არ იქნებიან, სხვები იქნებიან. აქ მთავარი ის ქონდა პოლიტიკური ნება. დაახლოებით 6-7 ადამიანი ჩაუსაფრდა და თავს დაეცხა სამსახურში მიმავალ სამოქალაქო აქტივისტ ლერი დარჯანიანს, რომელიც ფიზიკური ანგარიშწორების შედეგად მიღებული დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა. მისი საქმე კი თაროზე უამრავი გამოსაძიებელი საქმის გვერდით აღმოჩნდა. ძირითადად სახეზე მქონდა დაზიანება და როდესაც დავარდი დაბლა ფეხს მიყავდნენ სახეში და ნუ ხელსაც ფეხსაც და სამი დღე რაღაც ტერექსის ლოგო მეხატა სახეზე და ძალიან ის იყო ეს ცხვირი მქონდა გახეთქილი გატეხილის და თვალში მქონდა დაახლოებით 7 ნაკერის მოცულობის ჭრილობა. გამოძიება დაიწყო ალბათ დაზარალებულადაც ცნეს, მაგრამ რა ეტაპზეა და რა ეტაპზეც არის ყველა ის საქმე, რომელიც ამათ უპირისპირდება და რომელიც ამათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს, აი იგივე ეტაპზეა ჩემი საქმეც ალბათ. მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამდინოს ყოფილი წევრი დიმიტრი ჩიქოვანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაფინანსებაში დაადანაშაულა, მალევე სახლთან დახვდნენ მიღბიანები და სასტიკად ცემეს. ივანიშვილი კრიტიკულ აზრს ყველაზე სასტიკი მეთოდებით ებრძვის. სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკოსების გარდა ძალოვანი სტრუქტურების რესურსი ჟურნალისტების ცემაზე იხარჯება. 2 წლის წინ ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშულდაძეს თავს უცნობი პირები ვაჟა ფშაველას გამზირზე დაესხნენ. საქმეში ფიგურირებენ სუსის თანამშრომლებიც. ნათელი არის, რომ ამ მასში იყო ჩართული 4 კონკრეტული პირი, რომლებიც უშუალოდ უნდა ყოფილიყვნენ ჩხუბის პროცესში ჩართულები რა, ეგრეთ წოდებული, ესე უნდა ყოფილიყვნენ ადგილზე, ერთი იყო კამერით, 2 იყო უпроსორად კამერით, ერთს უნდა წამოეწყო შელაპარაკება სიტყვიერი და ერთი იყო მერე უნდა ჩართულიყო ჩხუბში. ამას გარდა იდენტიფიცირებული იქნა 2 სუსის თანამშრომელი, რომლებიც ამ ოპერაციაზე დამხედველობას უწევდნენ, ქუჩის მეორე მხარეს მელოდებოდნენ, მე განმორბოდნენ აქ და რაღაც იგიჟებს აკეთებდნენ. მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი და ბრუტალური დარბევა, დემონსტრანტების დასჯა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ოლიგარქია ამით არ კმაყოფილდება. ქუჩებში, უნივერსიტეტებში, სახლის ეზოებში, სადარბაზოებში ტიტუშკების დახმარებით სასტიკად უსწორდება ახალგაზრდებს და ოპონენტებს.